მოგესალმებით მეგობრებო და დღეს ჩვენ წავალთ ლამის მტაზე. გავედით ახლა უნდა შევხვდეთ ჩვენს თანამოლაშქრეებს ამავდროულად ჩემს მაკაცებს ბატონ მახარას და ბატონ ზენას. აბა როგორი ჩანთა მაგ შემიფასეთ. აჩა და ახლა სიმძივით შევაფასოთ. ეს არის მახარას ჩანთა, ეს არის ზენას ჩანთა და ვარაუდობ რომ ეს ფუნქცია იქნება. Right. Yes. Რამდენი კილო? 25 კილო. ოღონდ შედარებით ცოტა ცუდი არის. ოღონდ იმასთან შედარებით. ეს რამდენი? არის ბევრი. ლაზერ სიუჩი ჩაცა. ემაქვს მეგობრებო. ეხლა ვოდებით ტაქს. გავალთ მე დიდუბაში. და დიდუბიდან უკვე მარშრუტით წავალთ. პორჯომში ვართ მეგობრებო. პორჯომია ნაბეგულო. და ჩავასხოთ. უკვე წავალთ ლიკანში და იქიდან უკვე გეხით. ჩამოვახსენეთ მეგობრებო ბორჯომი ლიკანი და ხა უკვე გაუდგებით გზას. დღეს შევით ამ სასურველში. ხო. აი აქ უნდა დავჭით. და წავალთ იქით ხო ზენა? ესე უნდა გავუყვეთ და მე ბილიკზე გადავალთ. და დაგიბრუნდებით მალევე. ავდივართ. მივდივართ აიშვილების წერტილამდე. დღევანდელი ჩვენ დავალება არის რომ მივიდეთ საკემპინგე ადგილამდე რა, საბანაკე ადგილამდე და ვინახა რა გინდა? მანდ რომ მივალთ? ათანელი ხარ. ოშურელი ხარ. აზურაც გოს ბიჭხა. და მანდ მე რომ მივალთ დავბანაკდებით და ევალნელი დღე იქ მორჩება რა. მე რომ გავიღვიძებთ. ხვალე. ავალთ უკვე თის წვეროზე. მაგრამ აქ წარმოდგენაც კი არ ქონდა თუ რა გვინდა წინ. ესეთი რაღაც მოგვივიდა. ჩვენ არ ვიცოდით. ანუ სხვაგან უნდა წავიდეთ. წყალი აღარ მეგობრებო. სახე აღარ მაქვს. თუ წყალი ავიღეთ, ყველაფერი კარგად იქნება. მეგობრებო, მცხუნვარენ ზიანი ბილიკების შემდეგ, ბილიკები არ იყო, უფრო ქუჩა იყო ჩვეულებრივი რა. გადმოვედით ახლა. და უკვე რა ჭრილები. ასე გავუგზავნით. აუ, კაი, გეხოთ. ოპა. ხამე მივლენ მეზობლები და ეტყვიან ურასულია. ალბათ. მეორე დღეს მოვა ის ხენი და მოიყვას 6 ცხენს. და ხამე მიდიან მეზობლები და უნიკა რა კარგია რა. შესაძლოა. ამ კაცის შვილი. აპირებს რომ გააწრთნას ცხენები და რომ პროცესში რა ფეხს მოიტეხოს. და ხამე უნებიან რა ცუდიაო მეზობლები რა. და შესაძლოა. მე კიდე შემდეგ დღეს მოვა ის რა ჯარის თემა და მოწაიყავ თავი შვილი, მაგრამ ვერ წაიყავ, იმიტომ რომ ფეხი მოიტეხა და რა მოდიან ის და კარგიო. მე ამის იმის თქმა მინდა რომ აი რა ხდება არის. ისთვის რა ხდება არის. გამოვკლე.
ანუ ამ ისტორიის მორალი ის არის რომ რაღაცა რომ მოხდება უეჭველი რაღაცისთვის ხდება რა. ამიტომ არ უნდა შეეწინააღმდეგო დედაბუნებას. ყველაფერი მიზეზით ხდება. და მახარას. ხო, ეს არის თურმე ნიშნულები, მეგობრებო. აი, ეგ ხული და წითელი ნიშნავს რომ საშუალო დონის არის, შავი არის, როდესაც რომ ძალიან რთულია. შეგვიძლია. ანუ წითელი ზოლი, როდესაც აქვს, ის არის საშუალო სირთულის ბილიკი, ხოლო როდესაც შავი აქვს, მაშინ ის ცოტა რთული არის, მაგრამ წითელი რთულია, შავი უფრო რთულია. მოიცა წითელი რთული? ხო, შავი. შავი უფრო რთულია. შავი უფრო რთულია? წითელი საშუალო. ოკეი. ახეთ უკვე რაღაც სილამაზეები დაიწყო უკვე რაღაცა. ჩემი კაცი. კიდე ბევრს ნახავთ ესეც. ესე გამოვიყურებით ჯერჯერობით. რომ ნახოთ როგორ შეიძლება ჩვენი მდგომარეობა. ეს მივიდივართ აქ მეგობრებო. დავანაკდებით აქ, ხვალ აქ დავალთ, დავანაკდებით რომისთაზე, შემდეგ კი უკვე ქვაბისხლებში დავბრუნდებით. მესამე დღეს ეს არის ჩვენი გენგეგმა. და არის შენი გენგარი. და მეგობრებო, ეს არის ჩვენი საოცრი ტოპი. ესე უნდა წავიდეთ, ხო? აი. ესე წავალ შემდეგ უკვე ესეთი ბილიკია. აუ, ძალიან ლამაზია ჯერჯერობით ყველაფერი რა. ალბათ რომ ავალ მე იქ იქნება. რა გამარჯობოთ მეგობრებო, დააგბრუნდით უკვე სიმწვანიდან როგორც ხედავთ, მაგრამ ვაი ამ სიმწვანიდან დაბრუნებას ესეთი რაღაც მოგვივიდა. აბა ზენაგისმით. კაროჩე, შევდიოდით ბორჯომ ხარაგაულის ტერიტორიაზე და ანუ რომ მივედით საგვიშაგოსგან რენჯერები შეხვდნენ და კაროჩე რადგან ჩვენ იქ დარჩენას ვაპირებდით, საჭირო იყო თურმე რეგისტრაციის ქონა, რაც ჩვენ არ ვიცოდით. იმიტომ რომ ჩვენ გითხოს რომ არ არის საჭირო, რა ვიცი. და ეხლა რატოღაც საჭირო გახდა. ხო და ეხლა ჩავდივართ ისევ დაბლა და ან რეგისტრაცია უნდა გავიაროთ და შემდეგ ისევ უკან უნდა ამოვიდეთ, ან სადმე სხვაგან უნდა წავიდეთ და თუ სადმე სხვაგან წასვლას გადაწყვეტთ, მაგასაც აუცილებლად გეტყვით. წავედით ეხლა ისევ დაბლა უნდა ჩავიდეთ. და დაგიბრუნდით მეგობრებო და როგორც მახარას ნათქვამს გაუჯერებთ, ყვილად არაფერი არ ხდებაო რა და ესე იგი ესეთი რაღაცა მოგვივიდა. თუ გინდა ზენა შენ მოყევი. მეგობრებო, ეხლა გამკიდი. ესე იგი, ამ ბიჭებს უცხოელები მიწიყვნენ, ადიოდნენ ველოებით, ჰაიკერობდნენ და მეუთხარი მეთქი რეგისტრაცია გჭირდება თქო. მივიდნენ უკან გამოაბრუნეს და მანქანით იყვნენ საბედნიეროდ, იმიტომ რომ 5 კილომეტრი იყო სარეგისტრაციო ცენტრამდე, თან წაგვიყვანეს, გადავიხადეთ ორღამეში კაცზე 10 ლარი, რაც ძალიან სისულელია მეგობრებო, შენ ქვეყანაში ბუნების ანახავად. არ უნდა ნახულობდე, არ უნდა იყიდე ფულს. ია. ფული ჯოჯოხიც ანათებს. აი ესეთი სასწაული მოხდა ძმებო და დებო და მეგობრებო. ეს ქართველები კი არ წაგვიყვანენ. აბა ქართველები ვიყავენ, რა წაგვიყვანენ. ისევ ამერიკელები და ამერიკელები და ავსტრიელი იყო, ხო ეს? ისე კიდე. მესამე იყო და შოკოლადი შემომთავაზეს, მეთქი მადლობა თქო. გამოვარდი. კიდე კაი სხვაებია შემოთავაზე. ხოდა წავალთ ეხა. ამდენი გამოვიარე. უკვე ეგ უნდა ისე ვიქომეთ ამდენი ჩემი. თამამად შევაბიჯებთ ასულ ტერიტორიებზე და სუპერმენო რადიო. აღარ გაგვიტრაკებენ. მეგობრებო, ჩვენი ლაშქრობა დაიწყება აი ამ წამს. მეგობრებო, ესეთი შვენიერი ადგილი არის. იქ დავაწყეთ ხა ჩვენი ისინი ჩანთები. ცოტა ხანი ვისენით. შევისვენეთ, ეს გავლილი გვაქვს მესამედი. ჩვენ გავუყვებით რომანოვის ბილიკს. პირველი ნომერი ბილიკია, რომელიც მიგვიყვანს ლომის მთავრამდე. აი ხედავთ. ეს არის ჩვენი დღევანდელი გეგმა.
ჩვენ მინიმუმი არის დღევანდელი, რომ თავ შესაფარში დავჭეთ დომისთვის თავ შესაფართან აი ამ ტერიტორიაზე, რომელიც 1800 მეტრი არის. ჩვენ ახლა რომელი საათია? აქედან გავიარეთ ეს ბილიკი. ახლა 3 დაიწყო რა. 3:09 წუთია. 6 საათისთვის მე ვფიქრობ 7-ისთვის მაქსიმუმ რომ მომისთავდე გავაკეთე. იფიქროს მე რა. შეიძლება სიტყვი. მე არ ვცადე. ეხლა გადმოვედით მეგობრებო უფრო პატარა ბილიკზე. უფრო პატარა ბილიკზე მე ეს ჯოხი ვიპოვე. მე რა ზენა მიპოვა და მე ავიღე. და ასეთ პატარა ბილიკზე ავდივართ. აი აღმართია უკვე რა. ეს შესვენება გავაკეთეთ მეგობრებო. უკვე კარგად ამოვედით. ასეთ პატარა ბილიკებია რა. აი ამ ზომის. მეგობრებო, მშვენიერი ესტაკადებია, მინდა ვთქვა. მშვენიერი ბუნებაა. აღერცხელა. როგორც ხედავთ, ალბათ უფრო მარტივი იქნებოდა. იმიტომ რომ როცხელა მაგერთულია. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ძიმია ჩანდა. და ისა წყლები დავცალეთ. იმის იმედით, რომ კიდე შეხვდებოდა წყალი რა. და ეხლა მაღლა არის წყალი. სიმაღლეზე ამოვდივარ და თუ წყალი არ იყო შეგვიძლია. აღარ გვინდა იმენა რა. სულ აღმართებია რაც აქ დავიწყეთ და ყველა ეს ბილიკზე, ყველა ეს შესახვევზე იმედი გვაქვს რომ გასწორდება და აღარ იქნება აღმართება, არა? ეხლა ვნახავთ. არის თუ არა კიდე აღმართი. და რა თქმა უნდა კიდევ არის აღმართი. როგორც იქნა ამოვიდით ამ ესტაკადებზე, ასე რომ ვთქვათ და რაღაცას საკმაოდ მოვედით. მაგარი სიმაღლე ავწიეთ მეგობრებო, მინდა გითხრათ. ცოტა შესვენება. ცოტა კი არა, კარგად გქონია. შევისვენებთ და დაგიბრუნდებით. აუ, ეხლა რა მოვიარეთ? მე აქ დაგაჯო. რა? მოიცა ეხლა რაცა მოვიარეთ, 2 კილომეტრი ამოვიარეთ? 7. ლიკანიდან 7 კაროჩე რა. მეგობრებო, აუ რა ძმებო რა, რა გითხრათ. რო ისვენებ მაგარია. რო დადიხარ. წაში როცა აიხედავ, ცისფერია. ეს დააბავდა. ცისფერია ბედობა. ღამე როცა დაღამდება ვარსკვლავების ქვეშ, სამი ბიჭი იელობს და კარვის ქვეშაც წევს. აუ, ჩემი, აუ, ბუნება ლამაზია, მაგრამ ისე დავიღალე, რომ უკვე რავი რა. მაგრამ кайფო. ეს ყველაფერი ჩემთვის არის кайფი. ზოგისთვის ბალახია кайფი. ზოგისთვის ელესტია кайფი. ჩემთვის ეს არის кайფი. ეს არის ჩემი პირველი ლაშქრობა და პირველივე რაღაც სასწაული გამოდგა. იმედია ბოლომდე გავკაჩავ და სხვათაშორის ვაჟია. საკმაოდ კარგად გაართვა ყველაფერს თავი. თავისი წონის შესაბამისი ჩანთაც აქვს. ანუ ის თქვა მინდა რომ საკმაოდ კარგი ბიჭია, მინდა ვთქვა. იმიტომ რომ ეს ბილიკი ჩვენთვისაც ცოტა არ იყოს რთულია. ჩვენ კაი ბილიკები გვაქვს გავლილი, მაგრამ ეს ჩვენთვის სულ სხვა გამოწვევაა. ისინი უფრო გამოცდილები არიან რა. ეს არის ჩემი ჩანთა.
ნახე რა? შუმა ავედით მეგობრებო ეხლა ჩვენ ავიძარით დასვენების შემდეგ ისევ განვაგზავნთ გზას და იმედია მალე მივალთ რამე თავშესაფრამდე ხო ყველა მოვიწყდა მაგარი არა просто დამყლელია აი თუ რამე საინტერესო მოხდება ჩაგირთო არჩე წყალი ვითავდება და ტურისტი შეხვდა უახლოესი წყალიო არის 3 საათის სავალზეო მეთქი კაი ხოდა რა გზა გვაქვს მივდივართ მაღლა სამე წყალი უნდა ვიპოვოთ სწორე დაგვეხა ესეც ჩვენი შემოსulis შედეგი რა ნახე რა ხელაზე ამოვედით და კიდე დაგვჭა კაი ბლომად გზა მაგრამ უკვე კარგია სიმაღლეზე ვართ ღილად და ახლა უკვე ცოტა დაღმართები დაიწყო იმედია ბევრი დაღმართი არ იქნება და ნელა უნდა ჩავიდეთ დაღმართებზე და სწორედ ამ დროს საშინლად დაღლილებსა და მშივრებს გამოგვიჩნდა მორიგი პრობლემა. წყალი არ არის მეგობრებო. ხე უნდა გავჭოთ და მოვტოვოთ. კაი მაღლა ავედით არა? საკმაოდ. როგორც მახსოვს ლიკარნი 200 მეტრზე და ჩვენ ახლა 1400-მდე ვართ. ეს რამდენი ხანი დაგვრჩანე და იქამდე სიარულით. სანამ წყალს თან მივალთ. 2 საათი გავუჩვენე. რაც დღევანდელი მისია მთავარი ეგ იქნება, რომ იმ წყალთან მივაღწიოთ და იყოს იქ წყალი. და იქ რომ მივალთ, დავბანაკდებით მე ხოლმე უკვე წყალს აღარ გადავასხავთ აღარსად. დუში რატო გადაასხე? მოგრებო. ჩვენ ჩანთები დავტოვეთ מחარას. წავედით. წყლის მოსაძებნად და ტერიტორიის დასაზღვებლად ის თუ არა ის რა ხო რა წყალია ჩვენ პრობლემა რაც თუ წყალს ნახავთ და წყალს მოვიტანთ მაშინ ჩვეულებრივ განვაგრძობთ გზას რა და თუ ვერაფერი ვერ ნახეთ სავარაუდოდ უკან დაბრუნდებით და ჩავიკუკავთ მაგრამ რაც ნახეთ ეგეც უკვე კაია 2 hours later. სალამი მეგობრებო კიდევ ერთხელ. აუ რა სალამი ჩემი სახე აღარა მაქვს. გამძრა ყველაფერი რა ვიცი. ენერგია. hopefully. არჩე წყალი უნდა ვიშოვოთ რა ჯერ. მე და ზენამ. და მე მაგ წყლით უნდა ამოვიდეთ. რაღაც გარკვეული ანუ წყალს რა ვიღოთ, მე უნდა ჩავიდეთ מחარასთან, מחარა დავტოვეთ ჩანთებთან. და მე ჩანთებიანად ამოვალთ ერთი ადგილი ვნახეთ. იქ დავბანაკდებით. თავარია ჯერ წყალი ვნახოთ რა. თუ წყალი ავიღეთ, ყველაფერი კარგად იქნება. 3 hours later. ცოტა დაგვჭა მეგობრებო წყლამდე. და ცოტა დუხით დავვარდი, მაგრამ აგერ ზენა მომხნევებს. მაგარი დავიღალე. აი ძალიან დავიღალე, ასე არ დავიღალე არასოდეს. არჩ წყალი უნდა უეჭველი ავიღოთ რა და აი ჩავალთ מחარასთან. מחარასთან რა ჩავალთ. იქ მე სამე დავბანაკდებით და დღევანდელი დღეს მანდ მორჩება.
просто აიჯერ წყლამდე უნდა მივახციოთ რა. 2000 years later. სადაც ყველაზე ნაკლებად გიგონა იქ გაიჩიტა წყალი. ამდენი საათია ცოტა ვარდჩი. თლიანი ბალახიანი ბილიკი იყო. აი რუკაზე აჩვენებდა რომ წყალი იყო. სხვა გზა აღარ ქონდა. მე ძალიან დავიღალე მეგობრებო. ერთ სული მახარასთან მივიდე. გავშალოთ კარვები და აი რა ვიო შევალ კარავში და რო ჩავწვევი. ჩემი კაი შეიძლება ხვალე მართლა 4-მდე არ ავწვე. და მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ იმ შესანიშნავი ხედების ნახვა, რომლის გამოც აქ მოვედით. მეგობრებო, ახლა მოვიკითხა ჩვენ გადავჩენილმა მოვიდა მე რომ თვითონაც ხედები ნახა და ეხლა უკვე ცოტა შეგვიღანდა ჩავდივართ ჩვენს ჩანთებთან ჩვენ ჩანთებს ავიღებთ ან შეიძლება ერთი ორი კიდე ცოტა ვიჭამოთ რამე და მე ჩავალთ უკვე კემპში მივდივართ მეგობრებო ჩანთებისკენ დაღავდა უკვე არაფერი აღარ ჩანს ამიტომ საჭირო არის განათება მივდივართ წესით არაფერი არ უნდა გამოგვიხტეს იმიტომ რომ აქეთ გავუხტებით თუ საჭიროა მიკეთებთ ჩაის და მე მსოჯამთ ხა ვიღეთ ჩანთები და ჩავდივართ უკვე ჩვენს აკემპინგ ადგილას ცოტა ხანში მივალთ აი აქ გავჩერდებით მეგობრებო ბიჭები აწყობენ თავად კარვებს ერთი აქ დავიძინებ ერთი აქ დავიძინებ ავბარგდით და მე ჩავალთ ჩვენს ადგილას დავბანაკდებით შემდეგი ღამეც და იქ უკვე ვიკაიფებთ რა ვეძინა გავუღუდეთ ასე კარგად ამძინებია ასე ძალიან კარგი იყო ერთი ქვა ზურგში მესობოდა მეორე ფეხებში რა ვიცი მესამე მე ვიცადე ზომა მოვედით მეგობრებო აი მე რა მაგარია
აქ ვიყავით, სანამ ავდიოდით. სანამ ავიდოდით, უბრალოდ. და აქ გავშლით ჩვენ ბანაკს. აქ დარჩებით დღესა და Bravo boss. Bravo boss. რა კარგია. აქ სწორია მიწა დავიძინებთ ჩვენივრად. რა კაი. იქაც ხორცს შევწავთ ხა. ამე რომ ეს გავაკეთოთ, დაგიბრუნდებით მე მეგობრებო. ეს ჩემი ჯოხია, ამით ავდიოდი დღეს და გუშინ. ავშალეთ ყველაფერი. ესე ჩვენი და ეს ჩვენი მზარეული, შეფსარეული ყავს წინა. და ამზადებს ხორცს. ეს როჩი მაგარია რა. ეხა მაგარია, იმიტომ რომ უკვე ვისვენებთ რა. გუშინი მენა დავიღალე მაგარი. ой მენა რა. ამ ჯოხმა მე შემაძლებინა შეუძლებელი. ამით ავედი. მაგარია. მასახს დავიხ. აქ აქვს ჩაი. შაქარი. მაშინ შეგნით არის ისინი რა ქვია ჩანგალი კოუზი და დანა. აუ და პოპკორნებიც აქვს კიდე. ესე გამოვიგურები. თმასავეროდაც საშინათა მაქვს. აქ ედიტებს გავუშვებ უცებ. შემდეგი საათები არ ვიცოდით რა გავაკეთებინა. ხო და ვიფიქრეთ და ეს მოვიფიქრეთ. მე გავაგდე მონეტა. მინდა რომ ჩაიქცე. ხო. They don't say congratulations, but you know they watch that shit. I ain't even gon' get mad. I'm young, black and rich. She tryna sell me lies, bitch. I ain't buying shit. If we ain't talking money, then I'ma plead the fifth. I put ice in my mouth, yeah, I'm hydrated. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ეხა უკვე აქ გავშლით კარვებს. უკვე შედარებით უკეთეს პირობებში გუშინდელთან. გუშინ ღამე მოგვიწია ყველაფერს გაკეთება, იმიტომ რომ დაგვიღამდა. ესეთი კარავია. ახლა ჩემს საძილე ტომასაც შევაგდებ. და გაიშლება შენივრად. და ხვალე უკვე დავტოვებთ აქაურობას. აი აქ ცოტა ხანში ცეცხლს დავანთებთ. ამე რომე. ზეფირები გვაქვს, ისინი გვაქვს კიდე, რა ქვია. პატიბუტები და პატიბუტები გვაქვს, ხო. გავაკეთებთ, შევჭამთ, მე დავიძინებთ. კობრა ხარ, გველი პითონი ხარ, ვინა ხარ? კობრა ხარ კაი. კობრა კაი ხარ. ახლა ვემზადებით, რომ ნელდება რა და ნელდება და ხვალ რა გათენდება, მე წავალთ უკვე თბილისში. ჯერ არ ვიძინებთ, ჯერ ჩაისწავლევთ რამე, კიდე ბატიბუტები უნდა დავიმასკეთ გავაკეთოთ რა. დავაყუმბაროთ. იდეაში ეგა გვაქვს და მე უკვე ცეცხლს ჩავაქრობთ. დავწვევით, დავიძინებთ. მეგობრებო, ციცინათელები დავაფიქსირეთ, არ ვიცი ჩანს თუ არა. აი კი.
ამდენი ხნის შემდეგ ციცინათელები გამოჩნდნენ. დაღამდა და ციცინათელები გამოჩნდნენ. ციცინათელებს ახლა მოგძანდით. არ ჩახარ, ხა ჩახარ. ის რა არის ბიჭო სენსორზე გაქვს? დიახ, მე სენსორზე. ციცინათელებს ახლა მოგძანდით ბორჯობხარა გაულის. ეროვნულ პარკში, ეროვნულ დაცულ პარკში. ყველგან ციცინათელები არიანო, ყურეთ ამას. აქეთაც. ავი, იქითაც იყვნენ. აი. აი, აქაც ციცინათელა არის. იქაც. აიძა? ოპა. ნახე სადوان. იდექენი? შაი ყველგან კარგია. გამოიყვანა იმან თავისი ბუ. მე მახსოვს, ოდესაც ერთხელ ტყეში ვიყავი და მარტო ვიმყოფებოდი. ძალიან ცუდი აურა დატრიალდა წამებში. არ ვიცი რა მოხდა, რატომ მოხდა, მაგრამ არ მომეწონა იქაურობა. უკან წასასვლელი გზაც არ მქონდა. გარშემო, როდესაც ფანარი ავანთე, შორიდან ბევრი ასე ვთქვათ, მანათობელი ბურთულები იყო, ანუ თვალები, ორ-ორად იყო ბევრი. გარშემო მოდიოდნენ და არ ვიცოდი რა მეკლა. კარავში შესვლა ვერ გავბედე, იმიტომ რომ ადგილზე გავიყინე. თელში მხოლოდ დანა და ფანარი მეჭირა. ხო და მეგობრებო, არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ როდესაც მე ვიდექი და მათ თვალებს უყურებდი, ჩემში რაღაც შიშმა დაისადგურა. ესეთი რამ პირველად მოხდა. ბა! შეხტი. არ მოყოლთ ასოც მაგაც საში ამბობ. იმიტომ რომ მართლა შეგაშინებთ. სუპერმენალადია. ნახარ, შენ რამს მოგვიყვები? ზენამ ორი რაღაც მოგვიყვა. ხილხილავში ვარ რა. შენ ნახარ? და პილოტი გვეუბნება. ერთი კადე ცუდი ამბავი მაქვს რა. და რომი დაუწყო. ეს რა ვიცი, ცუდი ამბავით დაიწყეთ ხო რა. დიდი შეავლები. და ცუდი ამბავი ისე რომ ვარდები თუ და მე კი ვერ ვიგზენი რომ ვარდებოდი. და აბა კაი ამბავი რა არის თუ და რომ ჩავარდები თუ გადავშით კაი იქნებაო. ნახარ რამეს რო ეტყვი რომ მოყევიო პირდაპირ ამას ყვება. ბიჭებმა უკვე აღარ იციან რა გააკეთონ და სისულელეების კეთება დაიწყეს. ეს სისულელეა ბიჭო? ეს არის ბედი, ხა ნახე. ვიღაცამ დატოვა სწოდა თმარელი. ვიცი, მარიც რა შევა. ნუ ეს 18+-ია რა. Wow, that's great. სანთელი გაიჭითა. აუ რა ძმა. კიშები ხართ რა. ეს ხა ვიდეოში ჩავსვა, არ ჩავსვა. სულელი ხოლმე. ხოდა ჩასვა. და გვაჯარი. ნახე დუხზე რა. ცეცხლკეთებული ქვა. და მეგობრებო, ლევანდელი დღეს დასასრულს მივახლოვ და ეხა დავიძინებთ ჩვენ და ხვალე შევხვდებით. ხვალამდე. და მეგობრებო, უკვე ჩავალაგეთ ყველაფერი. ჩვენ ჩანთა მზად არის, מחარაც ჩალაგდა. ეს ენას ჩანთა მზად არის და თქმა უნდა ნაგავს არტოვებთ. ყველაფერი მივალაგეთ. ბოთლები რამე გადავყარეთ. არაზე. Ясно, брат. და ეხლა დავეშვებით უკვე გზისკენ. რომ წამოვიდეთ თბილისში. Kinda gamomqevi tu kinda gamishi
გასავიმღეროთ ვეცადოთ რა გვიშლის ბევრი მაქვს მოსაყოლი პატარა ამბავი ხალისი წამოიღე სიტბოკი აქარი ეს საქართველოა